ვაი შოკში ვიყავ, ეხლა წარმოვიდგინეთ მილიონი ადამიანი, როცა შენი ვიდეო ნახა. ეს არის შეიძლება ვთქვა, რომ შენი ბავშვობიდან წამოსული ოცნებაც. სულ ბრძოლაში ვიყავი მაინც მშობლებთან. სულ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ მე ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის მოლოდინები არ გავაკეთე. როგორი განცდა ეს სხეულში? აბა და კანკალის აი ხმაზე თხო მეტყობა. ქართველი ვარ მე, უბრალოდ უკრაინული გვარით. არ მოველოდი. ბოლომდე რო ვერ მიმიღეს რაღაც მომენტებში მაინც მაწუხებს. ანუ საწყენია უბრალოდ. ალბათ ეს მინუსია ჩემში. იმიტომ რომ პირველ რიგში სხვებზე ვფიქრობ სულ. გამოდის რომ მათ იცავ. იმიტომ რომ სულ ვეძებ თანხმობას, რაღაც შეფასებას სხვებში. კომფორტის ზონიდან არ მინდა გასვლა. არ არსებობს შემთხვევითობები. გამარჯობა, მე ნინო კედესალიძე ვარ და დღეს ჩემთან სესიაზე სტუმრად არის ვიქტორია მელნიჩუკი, თქვენ იცნობთ ვიქტორიას TikTok-იდან, YouTube-იდან და მინდა რომ დღეს სესიაზეც შევეხოთ მის ფსიქოემოციურ ფონს, მის გამოცდილებებს და მიხარია რომ ხარ ჩემთან. მეც ძალიან მიხარია, ხოთშო ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი მაგ დღეს. აუ, ძალიან მიხარია ჩვენ რომ შევთანხმდით და მე გადაგვედო ეს ჩემი ჯანმრთელობის მიზეზის გამო ძალიან დამტყდა გული და ეხა გუშინაც რომ ჩვენ დიალოგი იყო და ეს სწრაფად შევხვდით მართლა ძალიან ემოციურია და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახე შენს დრო. კითხავ როგორ ხარ, რა ხდება შენთან, რა ემოციებია? ой, ალბათ ბოლო ამბების გამომდინარე, ცოტა აღელვებულად, შეიძლება იმედგაცრუებულადაც ვარ. მაგრამ რა იწვევს მან შენი იმედგაცრუებას და გაორმაგებული დამოკიდებულება ალბათ გინამაყურებლების, გინდა კოლეგების მიმართ. ანუ იქიდან უბრალოდ რაც მოდის. მაყურებლებისთვისაც ვიტყვი, ჩვენ გვისმენს, საუბარი არის გამომყევი აჭარაში ამ პროექტთან დაკავშირებით და ეხა სწორედ აი ეს ფონი მიდის, რომელიც არც ისე პოზიტიური არ არის შემიძლია. ხო, და საწყენია, იმიტომ რომ რეალურად პროექტი არის ძალიან მაგარი, ანუ რეალურად ეგეთი კონტენტი, როცა შენ საქართველოს აპიარებ, მილიონჯერ ჯობია ვიდრე რაღაცა კომპანიების გაპიარება, ანუ უბრალოდ რეკლამის გაკეთება და მსგავს კონტენტზე როცა მიდის ეგეთი ჰეითი, ვფიქრობ ჩემ ვიდეოშიც ვილაპარაკე მაგ თემაზე, რომ იმის მაგივრად რომ რაღაცა ჰეითი გამოიწვიო მონაწილეების მიმართ ჯობია უბრალოდ რაღაცა რჩევა მისცე. რა თქმა უნდა, ეგ ძალიან ღირებულია, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ხო რომ ჩვენ ადამიანებს გვჩვევია ჯერ გავაკრიტიკოთ და შეიძლება მერე დაუჭიროთ მხარისიც, არ ვიცით 100%-ით მასე იქნება თუ არა. შენ ფონზე ვიკითხავ, აი მესმის რომ შენ როგორც ვთქვა წინა წელს გამარჯვებული, მან წამოვიდა და ცოტა მეტი უკავშირები შენი მისამართითაც. იყო რაიმე რაც ძალიან შეკეხო ან ფრაზა? მაშინ ჩათვალეთ დამწყები კრეატორი ვიყავი, იმიტომ რომ რაც ახლა ჩემთვის ვქმნიდი რაღაც კონტენტს, ამ ხელა დიდ აუდიტორიაზე არასოდეს არ გასულა, მაინც რაღაც პატარა წრეში რჩებოდა ჩემი ვიდეო და ამდენი ადამიანი როცა შემოდიოდა ჩემ გვერდზე უყურებდა ჩემ ვიდეოებს, ერთდროულად როგორც კარგი კომენტარები, ასევე ცუდი კომენტარები მოდიოდა და აი იმ მომენტში ძალიან რთული იყო ამის ატანა. მით უმეტეს როცა მაინც კონკურსია, ხა კონკურსში მონაწილეობ, შენ ხარ ორიენტებული იმაზე, რომ კარგი შედეგები დადო, ერთდროულად კარგი ნახვები იყოს, ციფრები და ერთდროულად საინტერესო ვიდეოც იყოს და აქ მოდის ჰეითი. ანუ აქ ადამიანს წესით რომ შენ ხარ დამოკიდებული მაგ ადამიანს რომ უყურონ, გააზიარონ, დაალაიქონ, დააკომენტარონ რაღაცა, იმათგან მოდის ცუდი უკავშირი და ძალიან მტკივნეულია მართლაც და ძალიან ცოტა ხანია სესია არის ჯერჯერობით YouTube სივრცეში, მაგრამ მან მეც რეზონირებ ძალიან, იმიტომ რომ სულ უყურებ ხოლმე, რომ თითქოს ციფრებზე არ ვარ დამოკიდებული არასდროს, იმიტომ რომ ჩვენი სპონსორი მხოლოდ ფსიქოთერაპიული სივრცეა, ასე ვთქვათ, ჩემივე კლინიკა. ამ შემთხვევაში არ მაქვს ანგარიშვალდებულება არავისთან გარდა იმ მაყურებლების, ვისთან ერთადაც და ვისთვისაც ამას ვაკეთებ და სასიამოვნოების განცდა მინდა ხოლმე, რომ გაუზიარო და ხანდახან რო არის ხოლმე, რომ ან ცოტა იყო დროში, ან ბევრი იყო დროში, ან რაღაც მომენტში მოვიწყინე ერთი კომენტარი რომ ნახე, მქონდა განცდა რომ ვაუ, ეს მტკივნეულია და წარმოვიდგენია ხა აი ამდენ ადამიანზე, თან ესეთ კონტენტზე რომელსაც შენ ქმნი ძალიან ყურებადია. ხო, მან წამოსული ჰეითი, ხო. თან ქართველებს ახლა ჩვენ ყველა პატრიოტები ვართ და გვიყვარს საქართველოზე ყველაფრის ნახო. კი.
და კიდე ერთი რაღაცა შევამჩნიე, აქამდე თუ 10,000 ნახვა ჩვენთვის იყო, ვაუ, ბევრი. იმის მე რაც ერთი ვიდეო მილიონზე ავიდა, იმის მე 10,000 არაფერია და ის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ პლანკა იზრდება ერთდროულად, მაგრამ რეალურად ის 10,000-იც ხო ძალიან ბევრია. ანუ ადამიანი უკვე მე როგორც კონტენტ კრეატორი აღარ მაკმაყოფილებს ის 10,000 და მილიონები მინდა ყოველჯერზე. აუ, კითხო, პირველად რო უნდა ინახე, რომ მილიონი დაეწერა. რა იყო შენი ემოცია? ვაი, შოკში ვიყავ. ეხლა წარმოვიდგინეთ მილიონი ადამიანი, როცა შენი ვიდეო ნახა. და ანუ თან მაგ მილიონს ეგრევე მოყვებოდა ბათუმზე, როცა ბულვარში გავდიოდი, ან სადღაც ადამიანი მცნობდნენ. ანუ მე რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი დავდიოდი ქუჩაში და ეხლა არავინ არ მიცნობდა, არავის არ მაინტერესებდი, უცბად რაღაცა გამოხედვები შევამჩნიე, რომ მე მიყურებენ, ვაიმე და მცნობენ და შენთვის როგორი განცდა? არ ხედავ რომ გცნობენ და ერთდროულად ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თუ მცნობენ, ესე იგი ტყუილად რაღაცას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცაში დავემახსოვრე ადამიანს. თან ვოცნებობდი მაგაზე, ანუ სულ მაგაზე ვოცნებობდი. ბავშვობიდან მინდოდა აი ცნობილისავით ვიყო, უბრალოდ ახლა სიმღერის ნიჭი მე არა მაქვს, რაღაც ისეთი ნიჭიერი რო გამოვდგე, სამწუხაროდ არ გამოვდგი და მაგით ვცდილობდი მაკიაჟებს ვაკეთებდი, რაღაცა ვცდილობდი before after-ის დადება ინტერნეტში, მაგრამ მაშინ ახლა ძალიან პოპულური სოციალური ქსელები არ იყო და არ წავიდა არსად ისე ოჯახის წევრების შორის მარტო დარჩა და აი როცა პირველად ვიგრძენი რომ ну ცოტა გავხდი ცნობადი ასე ვთქვათ, სასიამოვნო იყო ძალიან. ერთ-ერთი გალაჩკის თემა იყო. რა მაგარი, ან ეს არის შეიძლება ვთქვათ, რომ შენი ბავშვობიდან წამსული ოცნებაც? კი. მომიყევი რა ცოტა მეტი შენ ბავშვობაზე, იმიტომ რომ თითქმის არაფერი არ ვიცით შენზე. ხო, ბავშვობაში სხვათა შორის არსად არ მილაპარაკია და ინტერნეტშიც არც ოჯახის წევრები არ ჩდებიან არსად. ეხლა ერთ-ერთი ადამიანი ჩემს გვერდით ვინც დაინახავენ ადამიანები, გიორგი არის ჩემი მეუღლე და ბავშვობა საინტერესო მქონდა. ძალიან მოგზაურობა ალბათ იქიდან გაყვა სიყვარული მოგზაურობის ხერით, იმიტომ რომ მამა ჩემი და დედა ჩემი სუცდილობდნენ, ეხლა წელიწადში ერთხელ მაინც სადღაც დავიდეთ საზღვარგარეთ, ყოველ წელს ბათუმში დასასვენებლად და ასე შემდეგ. კარვებით ხშირად დავდიოდით. დამყავს პატარა დამყავს, ერთ-ორ ვიდეოში გამოჩნდა და ბუმი აჟიოტაჟი იყო, ხო. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ეხლა ალბათ როგორც ყველა ბავშვს რაღაცები არ მოსწონდა, რაღაცების შეცვლა, სულ ბრძოლაში ვიყავი მაინც მშობლებთან. რა იყო შენთვის ბრძოლის აი მთავარი თავისუფლება. ანუ მე მინდოდა მეტი თავისუფლება, მე მინდოდა ჩემი თავის წინსვლა, რაღაცის გაკეთება და ჩემი მშობლებს მაინც სხვა რაღაცაში მხედავდნენ, ასე ვთქვათ. პროფესიის კუთხითაც? ყველაფრის კუთხითაც. ახლა ისეთი თემების შეხება შემიძლია, რომელსაც რეალურად არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ თან ბავშვობიდან გაყვა ეგეთი შეგრძნება, რომ ორნი ხო ვართ ოჯახში, მე და ჩემი და ხო და სულ ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე მიწევდა რაღაცის დამტკიცება ყოველჯერზე, რომ მე მიმეღო, აი ვიქტორია ყოჩხ, შენ ეს გააკეთე. და ჩემთვის ეს გამოუვიდა. იმიტომ რომ მე ბოლოს როცა ნერვები მომეშალა და დავტოვე ყველაფერი და მაინც წავედი ჩემ საქმეზე, ასე ვთქვათ, რაც მე მინდოდა გამეკეთებინა, ჩემი და არა, ჩემი და აგრძელებს, ასე ვთქვათ, ოჯახთან ოჯახის, რა ვიცი, როგორ ვთქვა, ის რაც უნდა ოჯახს ის აკეთებს. ოკეი. და მათი მოლოდინებით არის ხო? ხო, ანუ სულ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ მე ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის მოლოდინები არ გავაკეთე, ანუ იმედები გავიცრო, ასე ვთქვათ. რა გიჩენს მაგანც და საერთოდ მეუბნები, რომ იმედები გავაცროე. ну, იმიტომ რომ ჩემ მშობლებს უნდა სხვანაირი ცხოვრება მქონოდეს. ანუ ერთდროულად მოსწონთ ეხლა რასაც ვაკეთებ და რაც მივაღწიე, მაგრამ მაინც ხო, ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებით აი მოზარდობის პერიოდში, უკვე სადღაც 17-18 წლის ასაკში განსაკუთრებული ტკივილია ხოლმე და მართლა ბრძოლის ნაწილი, რომ გვიწევს მოვიპოვოთ ის თავისუფლება, რომელიც ჩვენია წესიდარიგით თავიდან. და ეს შეგრძნება შეიძლება ეხლაც გამყვა, რატომ ვკითხულობ ყოველდღიურ კომენტარებს.
იმიტომ რომ მე მჭირდება რომ ადამიანი რომელიც უყურებს ჩემ ვიდეოს უკო კავშირი გამოხატოს და თქვას, კაია თუ ცუდია. ანუ ცუდია თუ ცუდია მე მივიღებ მაგას, მაგიტომაც არასოდეს არ მაქვს ესეთი პასუხები რაღაცა რომ თუ არ მოგწონთ არ უყურეთ უბრალოდ რაღაცა, მაგრამ თუ ცუდია, ოკეი, ცუდია, რაღაც კიდევ ერთხელ ვუყურებ, ვიაზრებ, მე რატომ არის ცუდი და თუ კაია, всё, კაია. ანუ რეალურად როცა გესმის რაღაცაზე, შეფასება მოდი ესე ვიტყვი შენ შესახებ, უღმავდები თითოეულს. კი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს შეფასება. გიორგის მაგალითად ვიტანჯებ მაგით. ოკეი. გიორგი, კარგად გამოვიყურები. კაია. მითხარი რამე, ყურადღება მომაქციე და რაღაც ეგეთი. ოკეი. გინდა ხოლმე რომ ნეგატიური უკავშირებიც მიიღო ხშირად? არა, იმიტომ რომ მაინც მოქმედებს. მაინც ანუ რეალურად შენი მხრიდან ეს რომ როგორ გამოვიყურები თუნდაც ამაზე აქცენტირება, მაინც არის ხოლმე რაღაც პოზიტიური საყრდენი შექმნა. ანუ მე ხა რეალურად ნეგატივი, ზოგადად ნეგატივის მხრიდან ძალიან ნეგატიურად მე ვარ განწყობილი. ანუ ვთვლი რომ ადამიანებს არ უნდა ეცალოს ელემენტარულად უბრალოდ ნეგატივისთვის სხვა ადამიანის მიმართ გამოხატვის. ანუ რატომ და მოგინდეს სხვა რაღაცას ცუდი რაღაცის დაწერა, რატომ უნდა უთხრა სხვა რაღაცას ცუდი, ანუ თუ არ მოგწონს უბრალოდ ესე იგი შენ გემოვნებაში ეს არ ჩდება. უბრალოდ უნდა გაატარო ეს, რატომ უნდა დაუწერო. ვიცი რას კითხავ, ეხა ნეგატივზე როცა საუბრობ, ხვდები და შეგრძნებაშიც მოდის ჩემთან რაღაცა. ხო, ანუ ჯაზდები რაღაც ეგეთი შეგრძნება. როგორი განცდა ეს სხეულში? ო, კანკალის ხმაზე ხომ მეტყობა. ხო, და მაგიტო ჩაგეკითხე ხა მეც რომ. ხო. აი ძალიან ვბრაზები, მინდა ყოველ ჯერზე სხვათა შორის ძალიან ხშირად ვიკავებ თავს ნეგატივზე ნეგატიურად პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეხლა რა აზრია, როცა ადამიანი ნეგატიურად განწყობილია, ისედაც ნეგატიურად იქნება განწყობილი, ვერ შეაგნებ, რომ არ შეიძლება ეგრე. ამიტომ ვიკავებ ყველაფერს ჩემში და ეს მოქმედებს ჩემზეც. პირველი გამოცდილება რა გახსენდება აი ამ ნეგატივთან მიმართებით, ეხლა რაზეც სხეული რეაგირებს? პროექტის განმავლობაში ეს კომენტარები, როცა შენ ჩამოგიყვანეს უკრაინაში, რომ გაგიკეპეარებინა საქართველო. ოკეი. ხო, და საერთოდ უკრაინაში რეალურად არც ვარ ნამყოფი, აქამდეც მაქვს ნათქვამი. ანუ უბრალოდ მე-4 თაობა ვართ, ვისაც ყავს უკრაინული გვარი, ჩემზეც წყდება ეს გვარი. და ანუ ქართველი ვარ მე, უბრალოდ უკრაინული გვარით. ოკეი, როგორი ემოციური ხა მაგას რო ამბობ. ქართველი ვარ, მე უბრალოდ უკრაინული გვარით და ხედავ შენთან ემოციები. წამოვიდა. სულ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ ანუ მე ვთვლი ჩემ თავს ქართველად და მაინც ქართველებისთვის მე ქართველი არა ვარ. ანუ რეალურად უკრაინაშიც რო ჩავიდე, მე უკრაინელი იქ ვერ ვიქნები. ანუ არც იქ არა ვარ, არც აქ არა ვარ. ანუ სადღაც შუაში ვარ, არც უკრაინელად არ ვითვლები, არც ქართველად, ანუ აბა ვინ ვარ. აი ეს შეგრძნებაც არის. ხო და ანუ არ ასასიამოვნო რა, არ რეალურად არ მოველოდი. ხო, მესმის. აქ არის ხელსახოცები. არ მოველოდი რომ ემოციები ეგრე მალე მომივიდა და. კი, მესმის. ჩემთანაც ძალიან წამოვიდა ემოცია, შენ რო ეს თქვი. ძაფრია. ხო. არ მოველოდი ვაფშე. იმიტომ რომ ემოციებს ვეხებით ჩვენ გვინდა არ გვინდა ძალიან დიდი ხნის შეკავებული განცდები რაც არის, ხშირად ძალიან პოზიტიურიც, ხშირად ძალიან ნეგატიურიც შეიძლება იყოს ეს. მოდის, იმიტომ რომ გამოხატვის ერთი არხი აქ ამ ემოციებს. ხო და მაგ პროექტში როცა მონაწილეობდი, რეალურად ახლა ქართველებისთვის ვაკეთებდი საქმეს, ხო? ანუ აი, ჩემი ქვეყანა არის, თქვენ ქვეყანას ვაპიარებ, თქვენთვის ქართულ ენაზე, რომელიც ბოლომდე იდეალურად მე არ ვიცი, იმიტომ რომ ახლა ჩემი მშობლიური ენა მაინც არ არის, იმიტომ რომ რუსული სკოლა დავამთავრე, ოჯახში რუსულად ვაპარაკობდით სულ. და ამის მერე მაინც მიუღებლობა არის. ანუ მაინც აქცენტი, მაინც რაღაცეები შედარება სხვა ბლოგერებთან, რომელიც რაღაც ანუ არ ითვლებიან ქართველად და ასე შემდეგ. მაინც რაღაცეები დაკნინება ხდება სიტყვებზე და ასე შემდეგ. ვიდეოებში მე ხშირად მაგას სიცილში გამომქონდა, იმიტომ რომ ხო ვერ ვამბობ მაგ სიტყვას რაღაცა, მაგრამ რეალურად ხო ძალიან სატკენია, ანუ რა ჩემი ბრალე რომ ვერ ვამბობ. ეხლა სხვა ენაზე თუ რაღაცა ვისწავლით, იქაც ვერ ვიტყვით ისე როგორც მაგ ენის მშობლიური ენა ვისაც არის. ამიტომ ხო და რაღაც ბოლომდე რომ ვერ მიმიღეს რაღაც მომენტებში მაინც მაწუხებს. ანუ სატყენია უბრალოდ რა. ძალიან
მართლა ძალიან საწყენია იმ ხრივ, რომ განცდაშიც მოდის ის, რომ მე თუ ვაკეთებ რაღაცას შენთვის, მაშინ სათხარ შენ. და სოციუმს შეიძლება შევხედოთ და მართლაც ეგ არის ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში სოციუმი არაცნობიერებს, ისე გადააქვს თავიანთი ბრაზები, დამოკიდებულებები კონკრეტულად, მოდი ესე ვიტყვი, ამოჩემებულ ადამიანებზეც კი. და თუ დავინახე, რომ ვიღაც კარგად არის, კარგად გამოიყურება, რაღაც საქმეს კარგად აკეთებს, ხშირად ჩემივე აი ეს წყენები, ფრაზები მიმიკერებია და შემიძლია მივაკერო მასზე, იმიტომ რომ პროექცირებთ ჩვენ ადამიანები. რაც ძალიან რთულია, გავუმკლავდეთ, მაგრამ თუ გავაცნობიერებ, რომ რატო არ მომწონს ვიღაც ადამიანი, ან რატო მაღეზიანებს ის ადამიანი, ვნახავ რა არის თვისება და ქცევა, რომელიც მემაკლია. ხო. ის ჩემშიც არის. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ორივე მხრიდან რო შევხედოთ, მეორადი სარგებელიც აქვს. და რომ ესე ადამიანები კონტაქტში რჩებიან more or less შენთან, რაც საწყენია რომ ნეგატიური აქცენტებიც არის, მაგრამ კარგია ერთის მხრივ ისიც რომ თითქოს შენთვის შენი, მოდი ესე ვიტყვი, წარმატების გზაზე, თვით გამორკვევის, გაცნობის გზაზე საკუთარ თავის, თითქოს მიყავ ხარ მაგას, არა? ხო, ესეც არის, იმიტომ რომ და ნეგატიური კომენტარებიც კარგად შეიძლება იმოქმედოს შენზე. ყოფილა ეგეთ შემთხვევა, როცა რაღაცა ის თუნდაც ნეგატიური კომენტარი აი ამ ბოლო პერიოდში გამოიყენე, როგორც შენი ძალა. და შეხედე, რომ ეს ჩემი რესურსია. ჩემ აქცენტზე სიცილი, გადაობა, დაცინვა, ასე შემდეგ, მე უბრალოდ გამოვიყენე ჩემ კონტენტად. ანუ ხშირად ვიწყებდი და ვიყენებდი სპეციალურად ვიდეოში ისეთ სიტყვებს, რომელიც ვიცი რომ მე ვერ გამოთქვამ ბოლომდე, მაგრამ ვიცი რომ მაგაზე იქნება კომენტარები, დაწერეთ. თუნდაც მეთკინავს? კი. ანუ ნამდვილად გიყვარს შენი საქმე, რომ კის მეუბნები აქვს. ანუ რატომღაც არ ვიცი საიდან მაქვს, ანუ საიდან წამოვიდა ეგეთი რაღაცა, რატომღაც ყველაფრის გაზიარება მინდა დიდ აუდიტორიაზე. ანუ მე თუ ვიცი რაღაცა, მინდა რომ ყველა იცოდეს. ანუ რატო უნდა დავიმალო რაღაცა ცოდნა. კონტენტი მქონდა იმის მერე რაც აღმოაჩინე რომ Facebook-ზე მონეტიზაცია ჩაერთო, ან ავიღე და ჩავიწერე ვიდეო მაგაზე, როგორ უნდა წერო თავხსენი. ანუ არ შემიძლია რაღაც ინფორმაციის ჩემში შენახვა. მინდა გავაზიარო და ეხლა განსაკუთრებით როცა შენ აზიარებ რაღაც შენ საიდუმლოებს, რაღაც ის რაც სარგებელი არა მარტო შენ შეიძლება მოგიტანოს, სხვებსაც მოიტანს. ანუ დამიფასეთ მეგობრებო. მე ხო კარგი მინდა თქვენთვის, არა მარტო ჩემთვის. ოკეი, შენ თავზე გკითხავ ცოტა მეც ახლა რა. რას აკეთებ შენთვის, შენი ბედნიერებისთვის შენ? აი ეხა მითხარ რომ სხვა ადამიანებისთვის ძალიან მომართული ხარ, შენთვის რა ხდება? ვიქტორია როგორ ახარებს საკუთარ თავს? ალბათ ეს მინუსია ჩემში. იმიტომ რომ პირველ რიგში სხვებზე ვფიქრობ სულ. გინდა ოჯახის მხრიდან, გინდა აუდიტორიის მხრიდან სულ რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვალდებულებები მაქვს და ბოლომდე ვერ ვაკეთებ ყველაფერს. ოჯახის მიმართ სულ მაქვს რაღაც დანაშაულის გრძნობა, მაგალითად რომ საკმარის დროს დროის გატარების ნაწილი ხო? ხო. და ავტომატურად მე ვცდილობ მაგას მაგალითად ან საჩუქრებით, ან რაღაც სადღაც წაყვანით ავინაზღაურო და ეხლა რეალურად ეგეთი რაღაცები არ ანაზღაურებს დროს, მაგრამ თან მეორე მხრიდან მე ცალკე ოჯახი მყავს უკვე, ცალკე ვცხოვრობ, ცალკე ვმუშაობ, რაღაც ვითარდები, ამიტომ სულ ვერ ვიქნები იქ როგორც ბავშვობაში. რა თქმა უნდა. ამიტომ აი მაგასთან ბრძოლა მიწევს სულ, ამიტომ ჩემი თავი რაღაც მეორე ხარისხოვანი, ანუ ისევ და ისევ მოდის, ამ შემთხვევაში ოჯახის ფაქტორი, ორივე ოჯახის, ახალი ოჯახისას და იქცედაც დაიბადე, რაღაც ხრო გავლენა შეიძლება ვთქვათ. ძალიან დიდი გავლენა აქვს. თან ერთდროულად, რადგან გავხდი ცნობადი ადამიანი უკვე, ერთდროულად მაქვს პასუხისგებლობა, ანუ მე რადგან მიცნობენ, ჩემს უკან არის ჩემი ოჯახი. ესე იგი, ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, ერთდროულად ვრცელდება ჩემ ოჯახზე. და აი მეგობრები, ნათესავები, რაღაცა, ეხლა შენ თუ ინტერნეტში გამოხვალ და რაღაცაზე კომენტარს გააკეთებ, რაც შეიძლება ნეგატიური რაღაცა გამოიწვიოს, ან შეიძლება რაღაც განსხვავდებოდეს ხვის აზრიდან, ეს ეგრევე ვრცელდება ჩემ ოჯახზე. მეგობრების, ნათესავების მხრიდან, ნაცნობების და ასე შემდეგ. ამიტომ ხშირად
თხილობ ყველაფერზე. გამოდის რომ მათ იცავ? ხო, ეგეთი რაღაც. ძალიან მინდა კითხო, მართლა არ მაქვს ფოკუსში მოყვანილი შენი ასაკი? 26-ის წელს გავხდები. ან 25 წლის გოგო. მთლიანად ხარ ორიენტირებული რომ დაიცვა გარშემო ყველა. ცოტა შოქში ვარ. მართლა რატო გიზიარებ ხა ამას იცი რომ მე რო შენ გისმენ და გიყურებ ისეთი carefree განცდა მრჩება ყოველთვის და მადლობა რომ გამაცანი შენი თავიცი ამ კუთხით. მართლა არ მიტყვის ეგეთ თემებს არ მილაპარაკი. ხო, ეხლა მე წამომივიდა ცრებები ამაზე ძალიან. რომ ეს ძალიან ემოციურია, იცი? და ყველა ზოგადად ოჯახის თემა ჩემთვის ყველაზე ისეთი მტკივნეულია. ისევ და ისევ, იმიტომ რომ ალბათ შეიძლება ეგრეც არ იყოს, ანუ შეიძლება ჩემი მშობლები არც არიან იმედგაცრუებულები ჩემით, ეხლა არ ვიცი თუ უყურებენ მაგ ვიდეოს. რა გადაამოწმო ეგ და კითხო მათ. ვეკითხებოდი, ახლა მქონდა რაღაც მაღაზე ლაპარაკი, ძალიან ამაყობენ ჩემით, რომ აი ყოჩა ყოველჯერზე ახლა სულ დასაწყისიდან როცა დავიწყებ ჩემი ვიდეოების პირველი ვინც მხარს იჭერდა ეს ჩემი ოჯახი და მეგობრები იყვნენ. მაგრამ აი ჩემში შეიძლება იყოს ეს პრობლემა. შეიძლება რეალურადაც არც იყოს ეგეთი რაღაცა. ხანდახან ჩვენ ვიქვნით იმ მოლოდინებს, რასაც მე მივაწერთ ხოლმე სოციუმს, რომ თითქოს ჩვენი ოჯახი ან ახლობლები ელოდებიან ამას ჩვენგან და რა კარგი მექანიზმია ხოლმე იცი რომ მივიდეთ და ვკითხოთ რომ შენ როგორ გზნობ თავს? მე შენ მოლოდინებს ვამართლებ, მაგრამ თავარი ამბავი თერაპიული კუთხით გეშტალტურათაც თუ შევხედავთ. ნახე, როგორ ხდება რომ მე ჩემ მოლოდინებს მივყვები და არა ნებისმიერ ჩემს ყველაზე ძვირფასი ადამიანების ეს თუნდაც. როცა მე ვხდები ცენტრი ჩემი თავის. და ეგ მგონია ცოტა მეტად რომ მოაქვს ასაკსაც ერთის მხრივ და მოაქვს თვითრწმენას. ხო, ახლა რეალურად თვითრწმენა ძალიან მაკლია. იმიტომ რომ სულ ვეძებ თანხმობას, რაღაც შეფასებას სხვებში. შენ როგორ ეუბნები ხოლმე შენ თავს კომპლიმენტებს? არასდროს? კარგი რაღაცას გასწავლი. დღე ძალიან დაგეხმარება. ყოველ დღე დილას რო გაიღვიძებ, სარკესთან უბრალოდ მიდი და 5 კარგი რაღაც უთხარი შენ თავს. სულ ეუბნები ხოლმე ამას ჩემ კლიენტებს. ოღონდ ეს 5 რამ არ იყოს ერთი და იგივე ყოველ დღე. შეცვალე ხოლმე. ისეთი რაღაცა მარტივი, ისიც ძალიან გჯერა. რაც ზუსტად იცი რომ ეს ესია. მაგალითად, ვიცი, დღეს ძალიან ლამაზი ვარ. ან ზოგადად, უფრო თუ განმაზოგადებთ, მე ძალიან ლამაზი ვარ, ან მე ძალიან ჭკვიანი ვარ. ან ასე შემდეგ, რაც მოგდის. და როგორც კი მე ამ სიტყვებს ჩემ თავს ვეუბნები, ერთის მხრივ საყრდენი მყარდება ჩემ შიგნით, მეორე ჩემს თვითშეფასებაზე მომაქვს ფოკუსი და მთავარი ნაწილი სოციუმშიც იმ ენერგიას უშვებთ და იმ ვაიბს უშვებთ, რომ მე ვხედავ ჩემ თავს, იცი? და შენს მიერ ნათქვამი რაღაც ნეგატივი, ისეთი მწარე და მძაფრი აღარ არის. და თვით რეფლექსიას ვიწყებ ხოლმე და ჩაღმავებას. და მე მართლაც არ მქონდა ეს წინასწარ განსაზღვრული რომ ამ კუთხით წავიდოდით, მაგრამ აქ მინდა რომ გადმოგცე ახლა Aroteras Facebooks. შენთვის დამზადებული სპეციალურად შექმნილი თვითზრუნვის ბოქსია ეს. შეიძლება გახსნა. რა თქმა უნდა და ძალიან მინდა რომ ნახო ესე ვთქვათ შიგნით აი წინა მხრიდან იხსნება და ისეთი ფრაზები აქვს მანდ სამუშაო. რითიც შენ შეგიძლია სახლში მშვიდად დაждდე და შენთვის დაიწყო თვით თერაპია შეიძლება ეს დავარქვათ. მე რა ლამაზია. მან გხდება შენთვის შექმნილი კითხვები, რომელებსაც მინდა გთხოვ რომ უპასუხო სახლში, ან თუ გინდა ერთ წელს ჩახედე რომელიმეს და პიროვნული ზრდა და ძლიერი მხარეები. ოკეი, პიროვნული ზრდის უკან ნახე მაშინ რა კითხვაა? ბოლოს როდის დავტოვე ჩემი კომფორტის ზონა და რა ვისწავლე ამ გამოცდილებიდან? ოკეი. ამ პროექტის იყო ყველაზე დიდი კომფორტის ზონის დატოვება. გამოვიდე გარეთ და მოვიტანე ჩემს. ხო, მთელი ზაფხული როცა დახარჯო რაღაც საქმეზე და არ იწვევ ზღვაზე, არის გაირუშო და რაღაცა და მომიტანა წარმატება. კი. და ზუსტად ეს ფრაზები და გვხდება კიდე ბევრნაირი კითხვებით, რომლებიც კარგია რომ მე სახლშიც დაათერაპიო. თან ამ ფონზე მე ძალიან მომინდა და ჩემი აღქმით გავაკეთე სპეციალურად ჩვენ თუ შევქმენი ეთერზეთებით სანთელი, რომელიც წვის დროს გადაიქცევა ლოსიონად და არის ჩოლბური ტანის დამტენიანებელი.
და რა ლამაზია. ხო მაგას აქვს აი თავისი ჰილინგის ნაწილი. იმ მხრივ თერაპიაში ხშირად ვიყენებთ ჩვენ არომატებს. და ეს არომატები ხშირად მუშაობენ ჩემს არაცნობიერზე და ეხლა რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ფოკუსში რაც გქონდა რომ იქ თვითშეფასების ნაწილი, თვითზრუნის ნაწილი არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მე აბსოლუტურად სანდალვუდი, ვარდი, ვანილი გამოვიყენე მანდაც, რომელიც სწორედ ამას ააქცენტებს. თან ფოტოშეს აი სანდალვუდი ხო ქვია, მაგრამ აი ეს თან მიყვარს, ეს ხშირად ხდება არაბულ რაღაც კი, არაბულ არომატებში ხშირად არის. არაბული სუნები ზუსტად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არაბული ან სუნამოები და ეგეც რაღაცები ხარ ბუდობაში რომ მოგზაურობდით, იქ ხო ყიდიან ეს ზეთებისნაირი სუნამოებს და აი ვგიჟდები მაგ ყველაფერს. ხო, ამიტომ ძალიან ზუსტად მართლა. ანუ ნახე, რეალურად გამოდის, რომ შენ თავთან თვით იწყებ მუშაობას, იმიტომ რომ ეგეთი ტიპის მძიმე, აი გრაუნდინგ არომატები რეალურად აძლევს ადამიანს უსაფრთხოების განცდას, როცა ეს გვაკლია ხოლმე. და თვითშეფასების ნაწილში ძალიან გვეხმარება. ასევე შენთან არის მედიტაციის ნაწილი ნაკრები. და აი პირველი ბარათი, რაც არის შავი ბარათი, მაგის უკან QR კოდზე არის სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი მელოდია. რომელსაც სამწუხაროდ ვერავინ ვერ ნახავს QR-ით ვარ ეკნებათ, ხოლო შენ შეგიძლია ლინკით გახსნა და მედიტირების დროს გამოიყენებ რაღაც შრი-ლანკურ ჩაის ნაკრებთან ერთად თვით დაკვირვებაში ცი. ხო, ძალიან ხშირად ვიყენებ ეგეთ რაღაცებს. ეხლა უბრალოდ YouTube-ში რო ჩაწერო რაღაც ან მუსიკა, ან მედიტაცია, ან ეგეთი რაღაცა, ანუ ზოგადად დაძინება არ შემიძლია რაღაცა რო ფონზე არ მქონდეს ჩართული. ნებისმიერი საუბარი უნდა იყოს იქ თუ ნებისმიერი გინდა სერიალი უბრალოდ იყოს, გინდა უბრალოდ TikTok-ი რო თავისით სკროლაუდეს, ან ვერაფერს ვერ ვაკეთებ სიჩუმეში, ასე ვთქვათ. და სადღაც მაქვს ნანახი, რომ ადამიანი ცდილობს მაგ დროს თავის ფიქრებისგან გაიქცეს. ანუ რეალურად ეგრე ხდება, ანუ როცა რაღაცას უსმენ, უფრო იმაზე ხარ გადართული და შენ ტვინში არ მოგდის რაღაცა ფიქრები. ხდება შენთან სიჩუმეში. ყველაფერზე ვფიქრობ და ყველაფერს ვამუქებ სულ. ელემენტარული სიწყებს შეიძლება ესეც თქვა. ან გადამეტებულ ფიქრებზე გაყოლას. ხოთა შორის ჰეითი რო ახსენე ხა წამომივიდა overthinking-ი რო თქვი. ერთადერთი რამ რაზეც ჯერჯერობით ერთადერთი და იმედია მარტო ეს იქნება, ჰეითი მივიღე არის ჩემს მიერ ნათქვამი ინგლისური სიტყვები. რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვიყენებ უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცხანერად როგორ. და პირველი რაღაც რამოდენიმე ვიდეო რო მივიგზენი რომ ბევრი იყო ეს, ჩემთავს უთხარი რომ ნინო, ან ამას აღარ აკეთებ, ან აკეთებ და მიყვები რა განცდას. ვისაც არ მოწონს, that's okay. და ეხლა ეს overthinking-იც რო გითხარი, მივხვდი რომ შეიძლება ვინმე სჭირდება ამ სიტყვის განმარტება თქო და მე ეს მექანიზმი მოუპოვნე რომ შემიძლია ამაზე თან გავიცინო, თან მეორე მხრივ თქვა რომ ვისაც რაღაც აწუხებს, მე როცა რაღაც მაწუხებს, ასე საკითხი ჩემშია. და ნახე ეხლა შენ თქვი რომ ხმაური რაღაცა ხმები გამღიზიანებლები მჭირდება რომ ფიქრებს გავექცე. და ფიქრებში რა არის ის რაც ყველაზე მძაფრად მოდის შენთან? რომელი ფიქრი მოდის? ეხლა რაც გახსენდება. ვცდილობ გავანალიზო ჩემი გაკეთებული რაღაცა და რატომღაც სულ ვცდილობ ვიპოვო იმაში რა გავაკეთე არასწორად და როგორ შემეძლო უკეთესად გამეკეთებინა. ნუ ასწორებ ყოველთვის შენს საქციელებს ან და რეალურად შეიძლება სრულად სწორად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც რაღაცას მოვიძებნი. შეიძლება არასწორადაც მოვიძებნი. შეიძლება კარგად იყო გაკეთებული რაღაცა, მაგრამ მე მაინც ცუდი რაღაცა მოვიძებნი. ელოდები და ეძებ ჩამნამწვრილ სიტყვას ხო? ძალიან ისეთია, მძაფრია ეგ და ძალიან დამღლელია. ძალიან. ახე, როდის ისწავლე ეგ? როდის გახსენება პირველად, რომ დაიწყე ძებნა ნეგატიური ან ცვლილების? ბოლო დროს დავიწყე მაგის შემჩნევა, რატო ვაკეთებ მაგას, რატო ვრთავ ყოველ ჯერზე რაღაცას ფონზე, თორე ბავშვობიდან მქონდა, ახლა ბავშვობიდან თან მუსიკალური გემოვნება სულ სხვანაირი მქონდა და აი მძიმე მეტალით და როკით ვიძინებდი. ხო, ანუ საერთოდ რეალურად რაშიც დაძინება არარეალურია. ეხლა უფრო სერიალებზე გადავედი და ეგეთ რაღაცები, სადაც სიუჟეტი მაინც რაღაცა არის. ანუ შეარბილე თითქოს ეს გამგზავრებლები. მედიტაცია ზოგჯერ ჩავრთავ, უბრალოდ მუსიკას ჩავრთავ.
და ბოლო მომენტში ხა რაღაც ვიდეოები რომ ხვდება ფსიქოლოგიური მხრიდან რაღაცა ასე ხოთში რაღაც მომენტში ჩემ თავს დავინიშნე რომ მე მაქვს ADHD? კი ყურადღების დეფიციტ და ჰიპერაქტიულობის სინდრომი? ხო ხო, შენთან ერთად ეს ბევრმა ადამიანმა გააკეთა ბოლო პერიოდში. ხო და TikTok ვიდეოები არ ვყუროთ არ გააკეთოთ რაღაც დასკვნები იქიდან იმიტომ რომ ხლა რეალურად ფიქრობ არა მაქვს ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ADHD-ს დიაგნოსტირება სულ მცირე ჭირდება 3-4 სესიანი დაკვირვება, ეს უნდა გააკეთოს სპეციალისტმა და ძალიან პოპულარული გახდა ეგრე TikTok ვიდეოებიდან მართლა ლეიბლების მიგერება, იარლიღების მიგერება საკუთარ თავზე, რომ თითქოს მაგ დროს ვამართლებთ ჩვენ ცერს. აი ზუსტად. იმიტომ რომ როცა მე დავინიშნე ჩემ თავს ეს რა ქვია ყურადღების დეფიციტი. ხო, აი ეს მე გიორგის ვუთხარი მაგაზე აღარაფერი არ მითხრა მე ეს მჭირს. ეგრევე გამოსული შენ. ხო, მე ავანტყოფი ვარ ასე ვთქვათ. ანუ და რეალურად არ შეიძლება ეგრე, იმიტომ რომ ხა ეს არ არის განმარტება. ახსნა შენი საგრძელების. კი, იმიტომ რომ ეგ არის რომ პასუხისგებლობას არ ვიღებ მაშინ ჩემ ქცევაზე და გაურბივარ და ვარქმევ რომ იცი რა, ეხა ეს მჭირს, ის მჭირს და შემდეგ. არამედ როცა ვიცი რომ რაღაც ხდება, მაშინ მე კარგია რომ ავიღო პასუხისგებლობა იმაზე, დაუკვირდე, ვნახო და შევცვალო როგორ ცვლი. ხო. მოდი ახლა შენს ნაწილს მინდა რომ ერთ მხარეს შევხედოთ ესე ვთქვათ. აი, სადაც თქვი რომ ADHD მაქვს ან ყურადღების დეფიციტი. რა არის აქტივობები, რომლებზეც გადარბიხარ ხოლმე და თითქოს ყურადღებას ვერ აჩერებ? ой, ყველაფერი. გინდა რამე საქმის დაწყება. გინდა ვიდეოს გადაღება. შემიძლია შუაგზაში უბრალოდ გავჩერდე, იმიტომ რომ მე სერიალი მაქვს საყურებელი ბოლომდე. ან რაღაცაზე მეტი სიჩუმე არის ჩემს ირგვლივ და უნდა ჩავართო რაღაცა და მე უკვე იწყება იქ ვუყურებ რაღაცას იქ კიდე რაღაც დაალაგება დავიწყებ და რაღაცა ვიდეო რჩება ნახევარზე გადაღებული. ან სახლის საქმეები. შემიძლია ჭურჭლის გარეცხვა დავიწყო, გამოვიქცე მე სხვა რაღაცა გავაკეთო, მე დავბრუნდე, მე საერთოდ არ დავბრუნდე, ნახევარზე გავაჩერო, უბრალოდ იმის გამო რომ მე მინდა დაჯდომო, აღარ მინდა დგომა. არ მინდა ჭურჭლის გარეცხვა. ან ყურადღების კონცენტრაციის ამბავი არის ხა მანდ როგორც ხედავ. გამოცდების პანიკური შიში მაქვს, იმიტომ რომ ვერ კონცენტრირდები საერთოდ მართვის მოწმობის აღება არ შემიძლია, ანუ იმიტომ რომ თეორიას ვერ ვაბარებ. ოკეი, თეორიას ვერ აბარებ მეცადინეობის ნაწილში. მეცადინეობაშიც, ხო. დროს ვერ უთმო. ხო. და მე ორჯერ ვიყავი გასული გამოცდაზე, ვერ ჩავაბარე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში აღარ მინდა მაგის გაკეთება მომბერსტო. რატომ უნდა ვიღაცა გამოცდა ჩამიტაროს მაგაში? აი ეგეთი რაღაცა ფიქრები მომდის. და მე ვაჭერ, ანუ ვერ ჩავაბარე ახლა რა თქმა უნდა. რა საინტერესო აქცენტია, რეალურად გინდა მართვის მოწმობის აღება? სასაცილოა ის არის 17 წლის არ ვიყავი, ახლა მაშინ შეიტანეს ახალი კანონი, რომ 17 წლის მერე შეიძლება ადამიანს აიღოს მართვის მოწმობა და მე 17 წლის რო გავხდები, ეგრევე მეთქი გავალ გამოცდაზე. ვერ გავედი. ოკეი. ანუ რეალურად მანდ არის ხოლმე ხშირად ერთი რომ სურვილი მაქვს რაღაც შევცვალ, მაგრამ ეს სურვილი რამდენად ძლიერია და ამ სურვილს რამდენად მოყვება ჩემი საჭიროება, აი ნიდებს, რასაც ვეძახით. შენს ნიდებში არსებობს რომ საჭესთან იჯდე? კი, თან ძალიან. იმიტომ რომ მაგის გამო სუ გიორგისთან ერთად ვარ. სუ გიორგის ვაწვალებ, რომ წამიყვანე იქ, წამიყვანე აქ, რაღაცა, იმიტომ რომ სამრი ფრაზა თქვი ვაწვალებ, ვაწვალებ. იმიტომ რომ თავისი საქმეები აქვს რაღაცა, ვიცი რომ დაკავებულია ადამიანი და მე ვეუბნები ბოდიშიც და მაღაზიაში წამიყვანე. საყიდლებზე ვერ დავდივარ მარტო, იმიტომ რომ ვიცი რომ ან ტაქსით მოძრაობა მაინც რთულია რაღაცა პარკებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მით უმეტეს. და ველოდები აიგრებს, ვარ ველოდები, როცა გიორგი მოვა სახში და წავიყოთ სადღაც. ნახე, მანდ ეხა მე წამომივიდა ფანტაზია, რომ მეურვედი სარგებელიც არსებობს, ვიყოთ ჩემს პარტნიორთან ერთად სულ. ესეც არის ერთად აქტივობები. ესეც არის, იმიტომ რომ გიორგიზე ძალიან დამოკიდებული ვარ, გინდა ემოციურად, გინდა აი მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, ანუ ფიზიკურადაც, იმიტომ რომ რაღაცაში ვიყენებ. შეიძლება ესეთი ფანტაზია ჯერ გავაჟღერებ და თუ მეთანხმები. შეიძლება ვთქვა, რომ safe place-ია შენთვის, აი ეს დაცული ადგილი, რასაც ვამბობთ, გიორგი? არა, ვერ ვიტყოდი ეგრე, იმიტომ რომ ზოგ მომენტებში ისეთი ლაპარაკი შემიძლია და გინდა ქცევებიც, რომ ჩემ თავს თვითონ დავიცავ, იმიტომ რომ ბავშვობიდან სულ მქონდა safe place-ში ნახილავს გულისხმობ ის, სადაც არ გჭირდება იყო ძლიერი. კი, მაშინ კი.
ხო, მე არ ვამბობ, რომ დაცვის ფიზიკურად გჭირდება, რომ დაკიცვან. არა. ხო, მაშინ კი. სადაც შენ უბრალოდ მე უბრალოდ ზივარ მანქანაში და გიორგი გადადის მაღაზიაში, გიორგი ყიდულობს რამეს, გიორგი აგვარებს ყველაფერს. რატო გითხე ხა იცი ეს დეტალურად შენ თავიდან რომ მესაუბრებოდი ოჯახზე მეგობრებსაც თქვი, სადაც ბევრი მოლოდინები არსებობსო და ბევრ რაღაცას ვცდილობდა ვაკეთებო. და ამდენი ადამიანის, ამდენი მოდი ვიტყვი საკითხის გათვალისწინება როცა ხდება, ყოველთვის არის ხოლმე საჭირო სიტუაცია ერთის მხრივ და მეორე ადამიანი ვისთანაც მე უბრალოდ უყრია ამ რაღაცა როგორ ვთქვათ ჯავშანს, ძლიერი ადამიანის ჯავშანს და ხვდები ჩემი თავი. ხო, მაშინ კი. სრულიად კი. ხო. და ნახე, აღარც გჭირდება მე და უკვე არც მართვის მოწმობა. ხო, აი ზუსტად, ხო. ანუ რეალურად მან მეორედ სარგებელზე, იმიტომ დავიწყე მხოლოდ აქცენტის გაკეთება, რომ ხანდახან ამას ვერ ვაცნობიერებთ, იმდენად ღირებულია ის მეორადი სარგებელი, რასაც ვიღებთ, რომ არაცნობიერად ხდება ხოლმე, რომ მოდი არ მინდა რომ გავაკეთო. არა და თითქოს მინდა ყველაფერს შვები ამისთვის. და კარგია მაგას დაკვირვება, რომ მაგალითად კომფორტის ზონიდან არ მინდა გასვლა. ზუსტად. ო, ეგნეც. ან ძალიან კომფორტულად გზნობთ, რომ ჩემ მაგივრად რაღაცები აკეთებს სხვა ადამიანი. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სესიაზე ხა აღმოაჩინე, ნახე? კი. იმიტომ რომ თუ აქამდე ფიქრები რაღაცეები მიჩნდებოდა, ვუარყოფთი ჩემთან, რომ რა არ შემიძლია, წავიდე მარტო. მაგრამ მაინც რჩებოდი სახში და ველოდებოდი გიორგის. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ესე იგი ჩვენი სესია შედგა. რომ შენ იპოვნე ის რაღაც ნაწილი, რომელიც არც ისეთი ცხადი იყო ჯერჯერობით. კი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი და გულწრფელობისთვის, იმიტომ რომ არ არის მარტივი, განსაკუთრებით როცა ცნობილი ადამიანი არის შენს წინ. გამოხატო მეც ის კითხვები დაგისვა, რასაც შეიძლება სხვა რაკურსით დაგინახონ ადამიანებმა და შენც ესეთი გულწრფელი იყო, ამიტომ უღმესი მადლობა ამისთვის. მადლობა შენ, ძალიან სასიამოვნო იყო მართლა. შეიძლება ძალიან საჭიროც იყო სწორ დროს მოხდა ჩვენი შეხვედრა. ზოგადად თერაპიაში ხშირად ვამბობთ ხოლმე და მეც მიყვარს ამის თქმა. არ არსებობს შემთხვევითობები. როცა რაღაცა იმ მომენტში არ გამოდის, ზუსტად ვიცი, რომ ესე იგი იქ იმჟამად ამის დრო არ იყო. და ეხლა დღეს რო შევხვდით მე და შეხმეც, ჩემთვის ციტია ემოციური ნაწილი, იმიტომ რომ ხვდები, რომ რეალურად კარგია, რაღაც სარგებლიანი შეიძლება იყოს პიროვნულადაც შენთვისაც და ჩემთვისაც ეს შეხვედრა. კი, ძალიან. მადლობა და მაყურებლებს მინდა რომ შეგახსენოთ, თუ თქვენ შეგეხოთ რაიმე ჩვენი საუბრიდან, თუ თქვენს აღმოაჩინეთ საკუთარი თავი იმ განცდებში და ემოციებში, რომ სულ ითვალისწინებთ ადამიანებს, ყველა აქცენტი გადაგაქვთ თქვენ სოციუმზე, ან უბრალოდ ჯერ არ დაგიწყიათ თქვენი თავის გაცნობა. მაშინ თქვენი სესია დაწყებულია, აუცილებლად გამოგვიწერეთ. მინდა რომ შეგახსენათ, რომ როდესაც 10,000 გამომწერი გვეყოლება და ეს ჩემთვის ეხა დიდი ციფრია უკვე, აუცილებლად ერთ-ერთი თქვენგან იქნება სესიაზე ჩემი სტუმარი და ვიმუშავებთ თქვენს ინდივიდუალურ საკითხზე და 30,000 გამომწერის დროს გვექნება დახურული თერაპიული ჯგუფი, მხოლოდ თქვენ იქნებით წევრები. მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა მადლობა ძალიან დიდი. არ მომელოდი მართლა.